ქართველები დედამიწის ზურგზე თითქმის ყველა კონტინენტზე ვართ მიმოფანტულნი. ყველაზე ამოუცნობი ტერიტორია, სადაც ქართული გენის მატარებელი ადამიანები დიდი რაოდენობით მეგულება და სამწუხაროდ ამ რეგიონში არ არის დიდი რაოდენობით ადამიანები გატესტილნი, არის სამხრეთ ამერიკა. რატომ არის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში ქართული გენი დიდი რაოდენობით? პასუხი ძალიან მარტივია. ქრისტეფორო კოლუმბი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ასევე G გენეტიკურ კოდს ატარებდა და იყო წარმოშობით ქართველი, მაგრამ სავარაუდოდ თვითონ არც კი იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და თავს იბერიის ნახევარკუნძულის მკვიდრად და კელტების შთამომავალ კელტ იბერად მიიჩნევდა. როდესაც ამერიკის კონტინენტისკენ დაიძრა, მას გემზე ქართველები გააზრებულად და გაუაზრებლად დიდი რაოდენობით ყავდა. გაუაზრებლად რას ქვია? გენეტიკური კოდი ქართული ქონდათ ზოგიერთ ამ ადამიანს, მაგრამ თვითონ არც კი იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ. ქართველებს რასაკვირველია მოგზაურობა, ზღვა, გემი ძალიან გვიყვარს. ამიტომაც, როდესაც ესპანელები, პორტუგალიელები დაიძრნენ ჩრდილო თუ სამხრეთ ამერიკის კონტინენტისკენ, მათ შორის დიდი რაოდენობით იყვნენ G და L გენეტიკური კოდის მატარებელი ქართველებიც. არგენტინის თუ მისი მიმდებარე ტერიტორიის ჭყალებში განსახლებაში მონაწილეობას იღებენ იტალიელები. დღესაც იტალიის ტერიტორიაზე, მათ შორის კუნძულ სარდინიაზე და სიცილიაზე დიდი რაოდენობით არის G გენეტიკური კოდი. ამიტომაც არგენტინაში ჩასული იტალიელები G გენეტიკურ კოდს ატარებენ დიდი რაოდენობით. მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით არგენტინის ტერიტორიაზე 10%-ს ბევრად აჭარბებს G და L გენეტიკური კოდი, ანუ ქართული გენი. რაც შეეხება ესპანეთს, ესპანეთის ტერიტორიაზე ქართული გენი სამწუხაროდ დღესდღეობით 10%-ის ფარგლებშია. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ესპანელების მოგზაურობის დამსახურება. ესპანელები რასაკვირველია ბრჭყალებში, რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში ამ წამს ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მხოლოდ 45% არის ესპანელი, დანარჩენი სხვადასხვა ეროვნების ხალხია, მათ შორის დაახლოებით 10% არის ქართველი. ვარაუდობ, რომ სანამ ხალხი დაიზრვებოდა ესპანეთი და პორტუგალიიდან, ბევრად მეტი იყო G გენეტიკური კოდი და L-იც. ქართულ გენს დიდი რაოდენობით შეხვდებით მაგალითად ავსტრალიაში. დიახ, არ მოგესმათ? ავსტრალიაში ქართული გენი დაახლოებით 10%-მდეა და ესეც რასაკვირველია იქ ჩასული არაადგილობრივების დამსახურება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადას, ვინაიდან ამ ტერიტორიებზე ძირითადად ფრანგები, ბრიტანელები თუ გერმანელები განსახლდნენ, შესაბამისად ამერიკელებში G და L გენეტიკური კოდი 10%-ზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ არც ეს არის მცირე რიცხვი. სხვათაშორის სახელმწიფო ინდონეზია ბევრს გექნებათ გაგონილი. ეს ტერიტორია ბევრი სახელმწიფოს კოლონია იყო, მათ შორის ნიდერლანდელების, იგივე ჰოლანდიელების. ჰოლანდია რეგიონია ნიდერლანდების. როგორც ჩანს, ნიდერლანდებიდან თუ საფრანგეთიდან თუ მის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხვდა G გენეტიკური კოდი. პაკისტანი და ინდოეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობითაა G და L გენეტიკური კოდი, რომელიც არის ქართული და არავინ არ შემომედაოს. მესეხის გენი არის L-ი. იქ დიდი რაოდენობითაა. რატოა დიდი რაოდენობით? იმიტომ რომ იქ ლამის 2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 0.01%-ის რომ აიღო, 10-ჯერ მეტი იქნება ჩვენს მოსახლეობასთან შედარებით. თუ მოგწონთ ჩემი თხრობის სტილი და გადმოცემული ინფორმაციები, გამოიწერეთ გვერდი, მოიწონეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ უფრო მეტ საინტერესო ამბებს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. სადაც არის სიკეთე და სიმართლე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. ძალიან მარტივია.